გამარჯობა. ეთერშია შუადღე, მოგესალმებით რუსთავი ორის. გამარჯობა მაყურებელს. მოგესალმებით. აკეთ, აი ის არის მიგანიშნებს, საერთოდ უნდა წახვიდეთ მიბრძანდი. ის არის სხვაგან მიგონიშნებს იმარო იცი. პირიქით ვაკეთებ? ცოტა ფრთხილად მე წავიდე. ფიკა, შენი ჩვეულიალს დაიკავო, დღეს შენი დღეა. მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. მადლობა ბაიკო. დღეს გვექნება თემა, რომელიც მეგონი კამაც გამოიწვევს. მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობაზე მოქალაქეები უარს ამბობენ ორი მიზეზის გამო. ანტისანიტარია ეს ერთი, იმიტომ რომ უნდა დავეთანხმოთ, ვინც ჩასულა და უნახავს. ჩახვალ თუ არა ჩასვლამდე უკვე იგრძნობა რომ აფრად ხო იგრძნობა რომ საფერფარეშო აქვს გამოყენებული და მეორე იმიტომ რომ ეს ბლენა მაგრამ ერთსაც ვიტყვი რასაც მე რო ჩახვალ არავინ არის სამოხვალ თუ არა იქიდან ყველაზე თული ვითარება ბაი ამხრი რა ყოფილა სადა ბათუ მითამოედანი მითამოედანი ალაბარში მეტროსთან და კიდევ მაგარი მით უმეტეს ახლა ცირკი როცა ამუშავდა და არის ნუ უამრავი ბავშვები მშობლები და ეს გადასვლა გადმოსვლა ძართულია მაგრამ მინდა ვთქვა ალბათ ყველას გახსოვთ რომ მიწისქვეშ გასაძრომები რომლებიც გააკეთეს და იყო გაკეთებული და მაგალითად თავისუფლების ქვეშ რომ გავდიოდი და რუსთაველზე იყო მართლა ძალიან ამ რუქებით და რაღაც ძალიან ცოტა ხანში ჩვენვე ჩვენი ხელით მოვსპეთ დავანგრიეთ შავამტრიეთ ქვავესროლეთ და დაიმსხრა და ეხლა წამდაუწუ მამის გაკეთება და მე რამე კაი ჯარიმა უნდა არსებობდეს და არ ვიცი ეს კიდე სხვა თემაა მაგრამ რაც იყო გაკეთებული ისიც მოსახლეობამ თავისი ხელით იცი რა არის ნელ რაღაცა წინსვლები შეინიშნება ესე თქვა საგზაო რაღაცა ნიშნებს და ასე თქვა წესებს უკვე რეგულირდება ამ რაღაცა საფრთხეები კამერები დიდი ჯარიმებია მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი საბავშვო ეტლებით გადაადგილება ნამდვილად შეუძლებელია მით უმეტეს რო გაიგეს ლევანდელი გააცერეთ თემა ძალიან ბევრი ადამიანი მოგწერა რომ ეს საკითხი დასვითო როგორ შეიძლება გამოსავალის იმიტომ რომ ეს პარკინგების დიდი პრობლემა რადგან დგას ესე ტროტუარები სწორედ ჩახერგილი მანქანებით ტროტუარები ხო ვერსად ვერ გაიგე ვერაული გვერდ ეტლით ვერ გაიგე ესე იგი რაღაცა გადახედა ევროპის ქვეყნებზე გიხარი რომ ბავშვით მეტლებით ასეირებენ ჩვენ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ აი ამ პრობლემის გამო და ასევე უნდა შეზღუდულ ადამიანებს ძალიან დიდი პრობლემები ექნებათ სწორედ ამის გამო და ამ ტროტუარებზე მინდა ვთქვა ასევე ჭავჭავაძეზე მე ვაკვირდებოდი და მართლა მიხაროდა მეგონა რომ აი როგორც ჩემს საკუთარ სახლში რაღაც კეთდებოდა და რემონტს ვაკეთებდი ისე მიხაროდა გარეთ და ეს ქვაფენილები რო დააგეს და ძალიან ლამაზი იყო აი რაც მანქანებმა დაიწყეს ანუ ზემოთ შეწყობა ქვაფენილები არის აყრილი არის უკვე გუბეები უკვე ჩავარდნილი და მოკლედ ისევ ეს ყველაფერი ხელმეორედ გასაკეთებელია და ორმაგი და სამაგი ხარჯი არის აი მეორე პრობლემაა ხო ის ამდენჯერ დომეთე დამაკეცინა და ამომაგებინა ჩვენ ინტერაქტივიც დაანონსეთ კარგი ინტერაქტივი გვაქვს მარტივი ვინ უფრო ხშირად არღოს მოძრაობის წესებს პირველი ვარიანტი ძღოლი მეორე ქვეითად მოსიარულე შეგვიძლია დაგვირეკოთ მე ჭიმაქ რომ მე მგონი რომ თანაბრად უნდა შემოვიდეს ხმის ალგარგი ხართ ისე დაიწყე ხო და სტუმრებს უნდა ვუხმოთ უკვე ამ კითხვებზე პასუხს მოვისმეთ ჩვენი სტუმრებისგან ეს არის დათო მესხიშვილი ასოციაცია დაცული მოძრაობის ექსპერტი და ლაშა ციკლაური ჟურნალ ავტობილდის მარკეტინგის მენეჯერი მოგზავნით მოგესალმებით ვიცი ხართ მოსულები მე თუ მანქანა გამარჯობა ძალიან ბევრი კითხვა ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს შენ მოდი ინტერაქტიული სექტორი პასუხები გითხარი ძღოლი თუ ქვეითად მოსიარულე ვინ უფრო ხშირად არგოს მოძრაობის წესზე მოკლე პასუხები მოკლე პასუხით ვიტყვი რომ თანაბრად დავეთანხმები ამ შემთხვევაში არ ყოფილა პრობლემა თანაბრად არა პრობლემა ზუსტად ესაა რომ თანაბრად არგოს ყველა და დაუშვათ ნაკლებს არ არგოს არავინ ეგ არის სამწუხაროდ ეგრეა ეს არ არის მხოლოდ თქვა ძღოლის პრობლემა ამ პირიქით არა სხვათა შორის იგივე ქვეითად მოსიარულეებთან მიმართებაში იცით რა ჩვენ მართვის მოწმება ავიღეთ სამწუხაროდ მოდი უნდა ვთქვათ სიმართლე რომ ისეთ პერიოდში ავიღეთ რომ გინდათ ცოდნა ქონოდა მაინც უნდა ფული მიგეცა და ისე უნდა აგეთო არა მე 2 წელია რაც ავიღე და ამიტომ ცოდნით აიღე ხო კი ცოდნით ცოდნით ძალიან დიდ ნაწილს მართვის მოწმობა ისეთ აგებული რომ ელემენტარული და უშუალოდ წესი არა მარტივი იყო ესე არცად არ ყოფილა საბჭოთა კავშირის მართლა ესე იყო და იგი $100 გაბან და
სახში ეს მარტო გამოსდა მე რომ მკითხო, ხო? გამოსდა შეიძლება ჩააბარო, იმიტომ რომ მარტო მოწმობა აიღო და მანქანა ატარო, მაგრამ ქვეითად მოსერულესაც ჭირდება გარკვეული ცოდნა, რომელიც საბედნიეროდ უკვე დღეს დაიგეგმა დაუშვათ სკოლებში სწავლება, ბავშვი როგორ გადავიდეს ქუჩაზე, დაუშვათ გაიხედოს მარჯვნივ და ასე შემდეგ, რა დროს როგორ მოიქცეს და ამას შეიძლება გამოცდა არ იყოს, მაგრამ ეს ელემენტარული ცოდნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს მე მართლა მიხარია რომ სკოლაში უკვე დაინერგა ეს, იმიტომ რომ სკოლის გარდა მშობელმა უნდა ასწავლოს და პირიქით ხელი კი არ უნდა მოკიდოს და გადაჭრას შულთან. გული მისკდება ხოლმე, გული მისკდება. ძალიან ბევრი შუახაცირად განახომე ბავშვი. მარტო სკოლა არ უშვა. სამწუხაროდ ეს შემთხვევა, როდესაც მშობელი არ ასწავლის კი არა, პირიქით ცუცას სწავლის და ამ დროს სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე განათლების სისტემაში ხა ეს რომ დაინერგა, მე ძალიან მიხარია, ძალიან კარგი. ართან ფაქტია რომ ძღოლების მხრიდან საგზაო წესები ყველაზე ხშირად მე რაც შემიმჩნევია არის ისეთ ადგილები, სადაც გადახაზულია არ არის შუქნიშანი, არის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, უბრალოდ ის არ უთმობს ამ დროს გზა არის ფეხით მოსიარული ადამიანის ქვეითის არის მაგ შემთხვევაში. თუნდაც აი გერმანიის საელჩოს გამოცდები თუ არა სანამ გადმოვალ თამარ მეფის ხიდზე გადმოსახვევში არ არის შუქნიშანი, არის ჩვეულებრივად დახაზულ, სადაც გზა ეკუთვნის ფეხით მოსიარულეს. მაგ დროს ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, რამის გაუტანია, რამის რაღაც უბედური შემთხვევა ჩემთვალწინ მომხდარა. იცით რა, ეგ უნდა დავყოთ, ესე იგი უნდა დავყოთ, რომ ყველა ზებრა არ ნიშნავს ფეხით მოსიარულის უპირატესობას. გასაკვირველია. ყველა. ანუ როდესაც დაუშვათ თავდება ტროტუარი და ის ფეხით მოსიარული ვეღარ გააგზელებს გზას, თუ იქ ზებრა არ არის და გზა არ გადაკვეთა, ამ შემთხვევაში ის ფლობს უპირატესობას. მაგალითად ყველა რომ მიხვდეს, ხო, უფრო მარტივად ვთქვა, რუსთაველის მეტროს წინა ტერიტორია, ხო? იქ ახლა თავდება ფიზიკურად ტროტუარი, ანუ ფეხით მოსიარული ვეღარ გააგზელებს. რო იყოს დაუშვათ უშუალოდ აქეთ რუსთაველის ხალეს გადასაჭრელი ზებრა, იქ მაშინ უპირატესობა უფრო მძღოლს აქვს, მაგრამ იქ სადაც ტროტუარი თავდება ის ფიზიკურად გზას ვერ აგზელებს, ხო? იქ ფეხით მოსიარულე უშუქ ნიშნო ადგილას თქვა ფეხით მოსიარულესათვის გადასვლა არის თუ არა, აი დაჟჯადი ასე თქვა, ანუ ჯარიმა არსებობს, მე ვიცი რომ არსებობს, მაგრამ მოქმედებაში არ არის მოქმედებაში. ხო, ანუ ჯარიმით შევაშინებთ, ხო, აი შუად ბავშვიანმა ქალმა ესე ჩილმა არ დადგეს ამ ორხაზზე. ხო, ესე რომ ეს ტელევიზიის უკვე ის არის კატასტროფული. თვითონ ეს ჯარიმა არსებობს თუ არა მაინტერესებს. ხო, აი რაც შეეხება ჯარიმას, ხა მე თვითონ შინაგანად არ ვარ თქვა დესპოტური აუშვათ ურთიერთობის მომხრე და აი გინდა თუ არა უნდა დავაჯარიმოთ, მაგრამ ფაქტია რომ ადმინისტრაციული სანქციებმა ბევრ შემთხვევაში გაამართლა. ღვედების შემთხვევაში ძალიან გაჭრა და დღეს ის ხალხი მოდის და ყველას მადლობას გვეუბნება, რომ კიდე კაი დაგვალალეთო. ვინც მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში მის ეფექტი დაინახა, თუმცა ჯარიმა მოიტანა, ხო ეს ეფექტი. ავტობილდი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მღვდლების ამბის მახსოვს. კი, აბსოლუტურად ყველა ამ შემთხვევაში მართლა ერთ აზერზე ვიყავით. ის რომ დღეს საქართველოში 95% არის ღვედების გამოყენება და ჩვენ ვიტოლდებით ავსტრალიას, ნორვეგიას, დანიას, შვედეთს და ხა ნორვეგია, დანია, შვედეთი ცივსისხლიანი ასე თქვა ქვეყნებია, სადაც ნუ კანონს პრინციპულად იცავენ და ქვეყნის შეურაცხყოფაა მათთვის, ის დაუშვათ არ გაიგებს. ჩვენ უკვე ის როგორ არის, ჩვეულებრივი ამბავი გადაიგებს. აი რო დაცხება მერეა ცოტა კარგი. არა, ჩვეულებრივ რო ჯდები, გინდა არ გინდა ხელი უკვე გაგირბის და ამას აკეთებ. ხო, ანუ ჯარიმა მოიტანა, წავედით ქვეითად მოსიარულეების ჯარიმაზე. ეს არის დღეს 3 ლარის ოდენობით. ანუ ეს არის აბსოლუტურად ყველაზე პატარა ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში. ჩაგეჭრების 3 მანეთი იყო კომუნისტების დროსაც მახსოვს. არა, მე თამაშზე გავარბოდი და გადავარბოდი მახსოვს და გამაჩერეს და გადამახტევინეს. 3 ლარი. ეს არის 3 ლარი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ საპატრიო პოლიციას ჰქონდა ძალიან კარგი აქცია ერთ პერიოდი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ. ესე ვინც დაარღვევდა და წაიყვანდნენ და აყურებინებდნენ და ვერ გადაიხდიდა ფიზიკურად, მიიყავდათ განყოფილებაში და აყურებინებდნენ. ეს ისეთი კადრები, რეალური მართლა კამერებით გადაღებული. ისეთ რაღაცებს ხვდებოდა ეს ხალხი, ვინც ყოფილა, რომ არ ვიცი რა. არა, ნუ არ ეს აღარ მომდევნო. ფეხი მოძრა, ხელი მოძრა, ესეთი კადრები, რაც რეალური იყო და შემდგომ თვითონ საპატრიო პოლიციამ გააკეთა სტატისტიკა ამ ხალხზე გარკვეულწილად დაკვირვება, ის ადამიანები, ვინც ნახა ეს კადრები აღარ მოხვედრილან დამღოლთა სიაში. არა, იმიტომ ყველა ბოტო. ანუ ამენად გაჭრა. პრობლემა რომელსაც ახსენე ეტლის ეირნობა ბავშვის დაუშვათ, ან რომელიც არის ძალიან დიდი პრობლემა. ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ სულ მანქანებია, სულ რაღაცა ისეთი. ტროტუარზე ვერ გაიგნი, უნდა ჩამოხვიდე ქუჩაზე. იცით, პრობლემა რაღაც პრობლემები ბუნებრივი არსებობს და არსებობს ზუსტად ინფრასტრუქტურის მიმართულებით და მარტო დაუშვათ ბავშვი არა, იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილება და ეს ძალიან კარგად იციან სხვათა შორის მედიაში და მართლა მუშაობენ ამ თემებზე. იცით, არასოდეს
ჩვენი ქალაქი არ ყოფილა ამაზე გათვლილი, რატომღაც, მაგრამ ეხლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები, რასაც უერთდებით, საერთაშორისო ასოციაციის წევრია დაუშვათ დედაქალაქი, ხო ისინი უკვე ითხოვენ, რომ ამ სტანდარტებით იყოს. მაგალითად, დღეს შენობის ნებართვა რო გაიცემ მშენებლობაზე შენობის, იქ აუცილებლად სავალდებულო პირობად არის, რომ უნდა ქონდეს იქ გათვლილი აუცილებლად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა თვითონ შეძლოს იმ შენობაში ასვლა, შესვლა და აშენება. საბოლოოდ ჩვენ მივავთ იქამდე, რომ ნებისმიერი გადასასვლელი იქნება თუ რაღაც მორგებული იქნება და თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თვითონ თავისუფლად გადაადგილდება, მე მგონი რომ ამ შემთხვევაში ბავშვის მასეირნება ეს არის პირველი რა თქმა მარკებში მინდა უნდა ჩადო, იმიტომ რომ მოდი ახლა ლაშას მინდა გადავიდე. ეხლა ევროპულ ქვეყნებში ვიწყობინა, ყველა მეც რაც ხდება, ხო? რაც არ უნდა არღვიოს სკვეთ მოსიარულე, ყველა მანქანად შევდება 20 მეტრში. დიახ. შორს რო ხედავენ. ეს ესეა, ხო? მეც მქონე ხა ფინანსზე რო წავიდოდი ლიგის რო ჩამოვიდა, აქაც მეგონა ეგრე იყო და ხან ვიღაცა შეგაგინებდა, ხან დაგისიგნალებდა. ანუ იქ არის სიგნალის კულტურა ცალკე ამბავია. და კიდე რამე ცალკე თემაა სიგნალის კულტურა. მაგაზე მე ვილაპარაკე. ნიუ-იორკში არის $500 ერთხელ დაასიგნო. აქ რაც ხდება ესე წარმოუდგენელი. ჩვენთან ჯარიმა არის? ისე ჯარიმა არ არის, მაგრამ არის დაუშვათ სულ შემზღუდავი ნიშანი არის. ნიშანი არის. ხო, სიტყვაზე რა არ უნდა დაასიგნო, არ უნდა დაასიგნო. ესე რომ რაღაცა არა. ძველი ანეკდოტივით იყო, რა არისო წამის 100,000 და ეს არისო დროის მონაკვეთიო წვანის ანთებას და უკან საყვეშორისო. აი აცებული არ არის, უკვე ჩაწერილი აქვს ხელები და უკითხოთ ლაშას. აი ეს რაც წეგან თქვი და კიდე მართლა ქრება ეს ყვითელი ფერები შუქნიშნებიდან. ხშირად არის და მე ჩემი ხალ რომ ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაც ინფორმაცია მაქვს ოფიციალური, მაგრამ ესეთი კულარული ინფორმაცია მაქვს რომ ეს ჩვენ სპეციალურად არის გაკეთებული რომ ეს გარდამავალ ფერზე იძლება ეს მანქანები რომ ამ შემთხვევაში თავი დავიზუნო და პირდაპირ წვანეს ელოდები. ძალიან დიდი პრობლემაა რომ ხშირად ბავშვებს საკუთარი თავის დამიჭერიან ხო სხვა სარვადანაშაულოდ, ანუ მეორე შუქნიშანს ელოდები რომ ის რო გაწითლდება შენს არ უყურებ და ეგრევე იძრება. ეს სანამ ესეთი მენტალიტეტი გვაქვს, მანამდე რა თქმა უნდა ესეთი პრობლემები ყოველთვის იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისგებლობა მაინც ეკისრება მანქანის წყალს, იმიტომ რომ მაინც მანქანაზე ზიხარ და არ არის თქვა შენი გზა არის, მაინც უნდა ცოტა მიმოიხედო იქ. ჯვარი დინია თუ რაც არის, რაც ევროპული პრინციპია, იმიტომ რომ თქვა იქ ჩემი გზაა და მიადგა გაზს არასწორია, იმიტომ რომ რა ვიცი ადამიანები მოძრაობენ. მეტი პასუხისმგებლობა. აი ყვითელზე თქვა მე დავიზარი ხო? წანეზე და შუა ყვითელი აღარ ამაქვს და უცებ წითელი ამეთო გზაში. აი ეს არ მითხოვს ეხლა აღდათ არ მითხოვს. ხო, მაგრამ ამას ქონდა მიზეზი, რატომ ამოვიდა ყვითელი ფერებიდან. იდეაში ეს საბოლოო ჯამში არის ამერიკული მოდელი, ანუ ამერიკაში არის ასე რომ თითქმის ყვითელი არ არის საერთოდ. რატომ? საქართველოში სამწუხაროდ ბრძოლების უმეტესობამ არ იცის რომ ყვითელი არ ნიშნავს მანქანის დაძვრას. ხო, დაძვრას ან შეჩერებას ნიშნავს, გასვლას არ ნიშნავს. მოემზადეს ნიშნავს. ერთ შემთხვევაში, აი წარმოვიდგინოთ გზაჯვარედინი, ძალიან მარტივად უცბად დავხსნი. გზაჯვარედინი. ერთი უნდა დაიძრას და მეორე უნდა გაჩერდეს, ხო? ჩვენთან ყვითელი შემთხვევაში ხდებოდა რა? ერთი ძრავს და მეორე არ ჩერდება. ეს იწვევდა ჩაჭედილ საცობებს გზაჯვარედინებზე. იძულებულები გაქვთ. ყვითელი ამოვიღოთ, იმიტომ რომ იყოს წითელი და მწვანე. როდესაც შენ გახარ პირველი და შენ არ დაიძარი ყვითელზე, უკვე ისეთი ამბავი ტყდება უკან. სიგნალი და მთელი ამბავი რომ ეს უკვე კულტურის ნაწილია. ეს უკვე კულტურის ნაწილია. ყვითელზე მსოფლიოში შეიძლება ასად არ დაგისიგნალებენ. რომ დაძარი, ჩვენთან ყვითელი რატომღაც ნიშნავს დაძრას. ამიტომაც ჯობიასაც თავ იყოს რა. წითელი იქნება გაჩერება და მწვანე იქნება მოძრაობა. უმრავლესობა ეხლა ვხედავთ ბრძოლები აქ, ხო? რაღაცა ჩვენ ცოტა ხო არ შევამოწოთ რა ტესტი ჩაგვი რაღაცა ტესტები ჩაგვიტანოთ შეიძლება მე ხალე ქალბატონები დაიწყე არ არის სამი ხარ არა დაიწყო მამაკაცები მე არ ჩამოვარდები აი რა არის ეს ვერ გავიგე შედარება რომ მე რახან მამაკაცი ვარ უფრო მეტი ვიცი და შედარება იქით მე არ ვიცი და თქვენ მინდა რომ მასწავლოთ კაცო იმიტომ უთხარით მე ჩაგარებიდან პრობლემა ვასწავლე თუ არა მინდა გადასასვლელ ხიდებზეც და იმაზეც ვისაუბროთ ყველაფერს მოვახერხებთ რო გვაქვს მეორე რაც მოსეთ თქვენ მიწისქვეშ მე თვითონ სხვათა შორის გუშინ ვიფიქრე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ანუ მე თვითონ როცა ვიპოვე ეს მეც ექსპერტებთან გავიარე ასე მე ვარ ექსპერტი მაგრამ სხვა ექსპერტებიც არიან და მათ ეგეთი რთული კითხვა აი წარმოვიდგინოთ რომ ავტობუსი ჩვეულებრივ გაჩერებულია გაუფუჭდა მიყავს ბავშვები და არის დაუშვათ გაფუჭებული ავტობუსი რომელიც გზის პირას და უკან აქვს საგზაო ნიშანი ბავშვების და გადასასვლელის აი ასეთ ხო ავტობუსი აქვს ეს ავტობუსი ხო ანუ და უკან მიდიხართ თქვენ ავტომობილით დიახ 4 პასუხი არის ამ შემთხვევაში პირველი რაც გააკეთებთ ანუ შეანელებთ მოძრაობის სიჩქარეს და გაივლით სიფრთხილით მეორე შეანელებთ მოძრაობის სიჩქარეს და გზას დაუთმობთ ქვეითებს
მესამე გაატარებთ ქვეითებს და მეოთხე ყველა პასუხი სწორია. მე შევანელებ სიჩქარეს და გავზაუთო ქვეითებს. ესე გავაკეთებ ნამდვილად ვიცი. ავარიულები ჩართული აქვს ამ დროს. შეიძლება არა. და რაფერია ავტობუსიდან ზოლი რამდენი წელიწად გავატარებ და გზას მოკლედ ჩემი პასუხი არის ეს. არ არის? შევანელებ სიჩქარეს და აუცილებლად გავატარებ სანამ საერთოდ არ ამოიწურებ. გზას დავუსვებ? თუ როგორ? გზას დაუთმობთ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ თითქმის აჩერებთ. ბავშვები ეს გადადერათ ბაია, კი. ბაია, ჰა. გზას დავუსვებ და ბავშვები მეზანეში. ჩამოდიან გონი გაჯობეს ხალებმა. ეს ქალური ეტყობა. სამაგერო უფრო საფრთხე იქნება ის მერასაც ეს გავაკეთებ. არის შემთხვევა, როდესაც გოლი ვალდებულია. როდესაც ხედავს, რომ სავალი ნაწილიდან გადასული არის რამე სატრანსპორტო საშუალება და მით უმეტეს ამ ავტობუსზე დაყენებული ის საგზაო ნიშანი ისევე მოქმედებს როგორც გზაზე რო იყოს ჩვეულებრივ დაყენებული. თქვენ ვალდებული ხართ, რომ უბრალოდ გააჩეროთ, გაატაროთ აბსოლუტურად ყველა და მერე დაიძეთ. ეს შარჩენ არ იყავი შოქი. ბავშვებს როდესაც ეხება საქმე, მზადვარ რომ დავარიგო. დედობამ გაიმარჯვა ამ შეიძლება ბავშვებიც არ იყვნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის საგზაო ნიშანი სარგებლობს უპირატესობას. კარგი, ეხლა მომთხოვე შემოგთავაზებ, თან რეკლამაზე გავიდეთ, მალე დავბრუნდებით ეთერში და გადასასვლელ ხიდებზე ვისაუბრებ. ყველამ დაიმახსოვროთ რა უნდა გვეთქვა და რა ვერ თქვით. მახსოვს. ველო ანდერგრაუნდზე უნდა ვისაუბროთ. აუცილებლად. სად არის შენი ველო? ავასად არის, გავა. ველო შემოაიმარეთ. თავისი ველოსიპედით მორზანდი ლევან შემოგვიალდა. დიდი მადლობა. რატო ხარ უცირესობაში? დაჯექი ლევან. მოდი დაჯექ. და ასევე მადრიდიდან დაბრუნებული ქართველი სტუდენტი სანდრო თარხნიშვილი, რომელიც გადაადგილებისთვის სკუტერს იყენებდა. მე როგორც არის. ხო ესია? კი, სკუტერს. მაშასე. ის და სკუტერით მოვიდა, ლევანი მოვიდა. სკუტერით მოვიდა აგერა, სკუტერი და მოვძანდით. გამარჯობა. მოგესალმებით. ხო, მაგრამ შენ დაგახვედრეთ. მოგესალმებით გამარჯობა. შენ დაგახვედრეთ, თქო უკანა საბურავი ჩაუგუშეთ, მაინც თუნება რო გაგზიოს. მოდი აი აქ. სანდრო ახალი დაბრუნებულია ესპანეთიდან, ხო? სანდრო, რა ხდება იქ როგორი სიტუაცია? როგორი ამინდია? დაახლოებით იგივე როგორ. რა სწავლობდი და რა სიშორეზე დადიოდი სკუტერით. საცხოვრებელ სასწავლებლად. ასული ვარ. სწავლობდი პოლიტოლოგიის კათედრაზე პოლიტოლოგიას, ბოლო წელი რაღაც საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე, მე მუშაობდი მადრიდში, საქართველოს საელჩოში და ეს ბოლო წელი დავამთავრე MBA, ასე ვთქვათ, ანუ ბიზნესის ასე ვთქვათ, მასტერი ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში მადრიდში. MBA ჩემს ვარამეთთან მეთქი ეგრევე ნაკრებში არ მაზა. და მოძრაობდით? მინდა გითხრათ, რომ სკუტერი ძალიან გადგებოდა. კი, ძალიან მადგებოდა, ძალიან კარგი საშუალებაა გადაადგილებისთვის. სხვა თუ არაფერი, ძალიან ნაკლებად ხარჯიანი ტრანსპორტია, საცობებში დროს არ კარგავთ. პარკირებაზე პრობლემაა. პარკირებაზე პრობლემაა. სტუდენტურია ძალიან მანდატი. ყველაფერი აი ამ ამასთან დიდი ხანია თან წასული ხარ და აი რაც დაბრუნდით, აი როგორ შეატყვეთ საგზაო სატრანსპორტო კულტურა თუ შეიცვალა ჩვენთან? იცით რა, ეხა სიმართლე რო გითხრათ, მე მგონი ძალიან არ შეცვლივა, იმიტომ რომ ისევ ირღვევა, ისევ სამდენი ავარიები, ეს გადმორბენები ამ გადასასვლელებზე, მაგრამ ნუ რაღაცა წინძვრები არის. ის რომ ავარიები ზებრა, იცით ეს შეიძლება მოვიყვან, მაგალითად იგივე ესპანეთი არ არის კანონმორჩილი, ძალიან კანონდამცველი ქვეყნების სიაში და ნასვამობა და საჭექი ისეთი თემა ჩვენ გვჯობიან, მაგრამ იცი რა, იქ ნასვამი მაინც ცდილობს არ დაარღვიოს რაღაცა, მაგრამ ჩვენთან აი დაუშვათ ზეთხედი და რო გადაგეყო ქალაქისთვის, ხო? როგორ იყო მანქანა ავტომობილები გაჩერებული და დღეს როგორ არის, დიდი სხვაობაა. არა, არსებობს ეგეთი ფოტო რა. ანუ რო უსწორმასწორად იყო გაჩერებული, დღეს უკვე ესე როგორც ხატია, ის ანუ ეგ რო ვისწავლეთ, ეგ ძალიან მაგარია. გაჩერება ვისწავლეთ მანქანების და ეგ არის. შენთან დათო 5-0 აქვს ჩემ მანქანას. დრავი და ერთი არ გავსინჯო ხოლზე როგორ ცურავს და რომ იგაზავდეს ბიჭებს და დიდი მადლობა და მე თვითონაც რომ ზუსტად იგივე ველოსიპედის და გინდათ სკუტერის შემთხვევა არის ძალიან მაგარი რა. სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ ეს კულტურა კიდე ისე ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ არის აბსოლუტურად ახალგაზრდული ჯამთელი საცობს განმუხტავს გადაადგილებისთვის. ახალგაზრდოს რო უსახავს. მარტო ხარ აუცილებლად, თორსა ოჯახურად ცხოვრობ, ცოტა რთულია, თუმცა მე მივესალმები. მე მინდა ახალგაზრდოს რო უსახავს ხას.
მე 42 წელს ვარ რა. აი სიცხვილია რო ვიარო. არა, რატო სამტრედიაში ახლა მაგალითად დაისნობილი თემაა, რომ აბსოლუტურად ასაკოვანი ადამიანები ჩვეულებრივ შეიძლება ჯანმრთელად გადაადგილდებიან ველოსიპედით. ხა ის სხვადასხვა შეხედულება არსებობს ადამიანზე, რომელიც ეს თქო ველოსიპედით გადაადგილდება. ესე თქო თბილისი აუჩი დაიბეჭდა ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ეს თქო ველოკულტურას ეხებოდა და ესეთი ეპიზოდი გამოიკვეთა, რომ ადამიანი, რომელიც დავუშვათ სამტრედიაში თუ ფოთში გადაადგილდება ველოსიპედით, შესაბამისად, რაღაცნაირად ადამიანებში ან სიბრალულის, ან ირონიის გრძნობას იწვევს, რომ დავუშვათ ამ ადამიანს არ აქვს თანხა, რომ საკუთარი ავტომობილი ყავდეს, ან ტრანსპორტით გადაადგილდეს, ან ორივე ერთად. არა, უფრო აგრესიას. თბილისში აგრესიას აგრესია რას ნიშნავს? აი დღემდე ცოტა მაიმუნის მომარეობაში ვარ ხოლმე ქუჩაში, მაგრამ ეხა პროგრესისაა რომ თქვა 5 წლის წინ ვიყავი ლურჯი მაიმუნი, ანუ უფრო მაიმუნი და აქეთან მაიმუნიდან ლურჯი და ეხა მაიმუნი. არა, იცით რა, ერთ რაღაცას ხოლმე შემოგიერთები თუ ეგრეა რა. მიდი გამაიმუნი. ერთ რაღაცას დავაკვირდი აი ამდენი წლების განმავლობაში. მე მგონი დღეს იმას მივახციეთ, რომ აი გინების დრო როცა დგება ერთმანეთს რომ აგინებენ, უკვე აღარ გადმოდიან, ნერვებს აღარ იშლიან. ადრე იყო გადმოსვლა ეს არა ეხლა სიგნალით ხდება ძირითადად მესმის რომ თბილისიც არ არის რა ველოსიპედო ქალაქი და რამდენად პრობლემური არის ანუ აღმართებზე ეგ აღმართი და აღმართის არის რა ქვია მოგონილი უფრო არა როგორ აღმართებიც არის და შესაბამისად აღმართებიც არა არა მინდა თქვა რომ ზუსტად ველოგზების დაგეგმილია რომ თბილისშიც გაკეთდეს ახლა არ არის და სიტყვაზე აუც კარგი კითხვა იყო რომ რელიეფი არ ითვალისწინებს არა აუცილებლად ხა აქედან მაინც ფუნიკულიური ზახვიდე ხო არის ორი გზებიც სადაც შეიძლება მოწესრიგდეს დაიხაზოს და იქაც გაიაროს ხა ველქა ევროპის ქალაქებში კაცო ჩვენზე უფრო ისეთ ლანდშაფტიც არის და იქ დადიან ჩვეულებრივად ველოსიპედს ერთი რამდენი სიჩქარე აქვს არავინ ველოსიპედს გადაართავდა ხო გადაართავდა ჩვეულებრივი დატვირთვით ადიხარ გინდა ფუნიკულური და გაჩვენია პრობლემა რა არის ხა სამსახურში დილას მე მივდივარ ველოსიპედით გამიმართლა რომ სადაც მუშაობდი და ველოსიპედით მივდივარდი ერთად ყველგან მქონდა საშხაპი ეგ ისეთი არის რომ ხა ბათუმში ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ იგივე ბანკებს და რაღაც ეგეთ ორგანიზაციებს საშხაპები ექნება შეგნით ნუ ხა მოგზაურობასთან და ავტომოძრაობასთან ერთად როგორ ქვია საშხაპი კი არა შენ თორე ძაღი მაიმუნით მიყურებენ და საშხაპებს თუ გაიგეთებს ეხლა არა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ აქვე ჩდება მეორე კითხვა ხალხო თუ კი ველოსიპედისტვის გაკეთება ცალკე ეს გზა ანუ შესაბამისად ტროტუარი სადაც ჩვეულებრივ ადამიანი უნდა იაროს მაშინ პარკირებაზე გადავდივარ ისე მინდა არ მინდა იმიტომ რომ თბილისი არ არის გავთვლილი ანუ სივრცე არ არის ქუჩებში ისე რომ წესიერად დააყენო მანქანას იქ სადაც ეგ პრობლემა არ იქნება და არის ამის საშუალება თბილისში რა ანუ კონკრეტულ ადგილამდე დაუშვათ რომ ჩავიდეთ და რიყეზე დავხაზოთ და იქ ვისე იგნოთ ველოსიპედს ახლა იქიდან ავლაბარში ავიდეთ ანუ ისე რომ არ წაიღოს არც ტროტუარის ფართი და არც გზის სავალი მე მივდივარ სამსახურში ანუ რა გამოდის რა შეიძლება ერთია და ხურეთიდან მე ველოსიპედი არის ანუ ორი კატეგორია არის ერთი არის ველოსიპედი როგორც გასართობი ატრაქცია რაღაც კი ბატონო და მეორე არის მეორე ჩემთვის ტრანსპორტი სამსახურში წადი სადღაც ანუ ეს არ არის არა მოდი ესე ვთქვა და მთელი თბილისი ხა ვერ დაიხაზება ამისთვის ხო ესე ვთქვა მაგრამ დაიხაზება კონკრეტული ადგილები სადაც ამის საშუალებას იძლევა როგორც ტროტუარი გზის სავალი ნაწილი და პარკირების ადგილი ეს სამივე ერთად უნდა იყოს შეჯერებული ამ მაგალითები გვინდა მაგალითები ამ ძალიან კარგი ისტორიაა ველოსიპედთან მადლობა საზოგადოებრივ და რა მომწონს რომ ამის პოპულარიზაცია არის მართლა საჭირო რა იმიტომ რომ ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და სიამოვნეს საქართველოში სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი ჯერ კიდე კულტი არის დიდი მანქანები სა დიდი მანქანა უნდა ყავდეს და შავი ჯიპი ხო მე მეც მიყვარს თვითონ ჯიპები არა მაგრამ ისი როგორი მომიტყვა თითქოს აი იქიდან უნდა გადმომხედოს დიდი მანქანიდან და ეგ თემა ეგ თემა ის მიხარია მე მყავს კია ჩვენ საბსედანი კარგად გახსოვთ ალბათ თბილისში ბენზინის პრობლემა რო იყო მანქანა გაჩერებული რამდენი იყო მაინც ბევრი დადიოდა რა ანუ ამას არ იკლებს ქართველი და ეხლა მოდი ამას შევებულო ამასთან გადავტირებ მე წავიკითხე რაც ლევანის მოთხრობას ძალიან სასაცილო თქონდა მოყოლილი თავის რაღაცა თავგადასავლები ველოსიპედთან დაკავშირებით ვიღაცა ცხელთან ერთად რომ ხო ნუ ისე ბოლო ინციდენტი შემოთქვა იმას პეკინზე ხო პეკინი ქვია ეს კი პეკინზე შემოთქვა ინციდენტი არ ქალბატონს საოცრება გამიკეთა თან ყველაზე რთული კადრი რაც იყო რომ ეს მოდიოდა და გავიხედე რომ გვერდიდან მისწრებს არის BMW შავი ხალი ზის და ტელეფონზე ლაპარაკობს ანუ აი ყველაფერი არის ყველა წინოპერობაა თამბაქო და შენ ამ ტროტუარზე დადიხარ რა მოხდა რა ჩვენ რო გზაზე მიდიხარ არ მინდა ტროტუარის პირზე რა ანუ ესეთი არის შენ არის ძირო არა მოგო ჩუქნიშანს ხო იცი რა იქნება შენ არის ძირო საპირისპიროთ უნაია რომ მოძრაობის ველოსიპედი მე არა ისტორია კაცო შეცდომების გასწორება მე
რეკლამას. და ეს გამისწრო და ეს ჩამიჭრა და დაამუხრუჭა ეგრევე ისე. იმიტომ დავიწყდა შეხვევა საუბარში. რომ დაამუხრუჭა გამკრეთ ეს წინა ამაზე ბორბალს შევარდი ქვემოთ. ვივარ ქვემოთ და ზემოთ არის ნაწილები. მე მართვის მოწმობა არ მაქვს. ალბათ არ მიქნება დიდი ხანი, იმიტომ რომ არ მქონდა ინტერესი ამის მიმართ ბავშვობიდან. მიხედავს რომ სიბრალული ზღუდრობა არ არის საჭირო, თქოს მქონდა კარგი ყოველთვის რაც მართვის მოწმობის უფლება მქონდა. კაი. და ნელა ეს მანქანა იძრება და მგონი ეს ხალი გადმოა რაღაცა შაბოგივიდა შვილო რაღაცა და წავიდა. დაგშეიდა ჰაი. აი, და მე ვთქვი შოქში რაც მოვიფიქრე, პირველი წამოხდი დავაჯექ, ამას და ფიქრობ რომ დავეკიდო რაღაც რატო დეიდა რა გინდა ეს თვალი გაღონული იყო რაღაცებს. არ გავი. ოი, ანუ მანქანას გაწავიდა, გაიარა. არა, კიდე ერთი პროფილი წავიდა. და ნუ გადაგიარა წავიდა. ვიღაცა შეესწრო ხო ამბავს? კი, ნუ ყავდა მეგობარი ჩემი, რომელიც ფინეთიდან მიდოდა ჩინეთამდე ველოსიპედი. და გამბავი რომ და აქ რო ნახა, ჩინეთი, აზერბაიჯანის სასწავლებელი იყო ველოსიპედი. იცით რა, მე ვთვლი რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებისთვის არ არის საჭირო რაღაც ძალიან დიდი ჯიპი ყავდეს და ძალიან ბევრი დახარჯა. ანუ რაც უფრო ჩემთვის, ჩემი აზრია შეიძლება რომ რაც უფრო ეკონომიურად გადაადგილდები და რაც უფრო კომფორტულად იქნება, არ არის საჭირო ხა რაღაც ძალიან დიდი ჯიპი ყავდეს, რომ ეს მანძილი გაიარო. კი, ზაფხულის პერიოდში ამიტომ ეს ელექტრომანქანები, მთელი ეს ჰიბრიდები არის ძალიან კარგია მართლა სკუტერი, ველოსიპედი. და მე მგონი ყველასთვის, რატო არა, აი, როდესაც მუშაობ ჩააბარებ ჯიპს გიყიდი და აი როგორ გონია ველოსიპედი რაღაცა ხო საჭიროა მანქანა. არა, უნდა ყავდეს მე ვთვლი ოჯახში ერთი. არა, აი, ყველას მინდა კითხო, საზოგადოებას აქვს თუ არა, როგორ გონიათ გათვისნობიერებული ის რომ ველოსიპედი გარდა იმისა რომ თქვა რაც ბრძანეთ რომ ეკონომიური საცობებისგან გვიცავს, ეკოლოგიურად ცუდა და ბევრ პრობლემას მოგვისმენთ. აი რა, ამისთვის რა უნდა გაკეთდეს? გასაგებია რომ კეთდება, როგორი პროპაგანდა უნდა გავწიოთ, თქვა იგი ჟურნალია. პირდაპირ პროპაგანდა ნიშნავს არა, დახაზვას დაუშვათ იგივე მე მინახავს კადრებში და თქვენ მინახავთ პრეზიდენტი როდესაც დაუშვათ ქალაქის მერი, ანუ როცა ისინი უკეთებენ ამას ეს ცირცხვილი კი არ არის, ეს კარგია ხალხო, აგერ პრეზიდენტი ვარ, მე დავჯიქვი ქალაქის მერი დაჯდა ხო? ანუ ეს პირდაპირ პროპაგანდა. თავის დახაზვით, მოწესრიგებით ინფრასტრუქტურის და პლუს ამას რომ წავედით, აბა დავსხედეთ და ეს იმუშავებს აუცილებლად. აი ქალაქის მერი და ეს ველოსიპედი. რა თქმა უნდა და მე ქალაქის მერი როდესაც შეიძლება კომფორტი იმისათვის რომ შეგვიძლია კომფორტული, ამით გადაადგილება გადაადგილდება. ანუ ველოსიპედთან მომართებაში რა როგორი მოვლენა იყო, იცით, რაღაც მე როცა დავიწყე თქვა ამ ველოსიპედის წივრების წერა, ველოსიპედი იყო დაახლოებით იგივე რაც საბჭოთა კავშირის იყო ბზელითმები და ჯინსები, თქვა რაღაცა პროტესტს შეიცავს თავისთავად. ესეც აი რაღაც მენტალური პრობლემა. რეალურად იმისა რომ ძალიან თანამედროვე ველოსიპედთან რა იგახეთ, ტიპმა დაგარყვა მანქანა და საქმე მომდის ის რომ ველოსიპედს დავარდე, და ველოსიპედს რო ტიპიჟი და აციჟი და საარას ველოსიპედს ველოსიპედს დავეჯახე. ანუ ჩვენ რეალობას რო გადავხედოთ, ჩვენ რეალობას რო გადავხედოთ, რა სეგმენტი სარგებლობს ახლა ველოსიპედით? ლევაღვინი. აი რა, იცი რა, მე რამეს თბილისზეა საუბარი თუ მთლიანად საქართველოში? სამტრედიაში წეგან თქვით და მართალია, რა სამტრედიაში ყოველთვის პოპულარულია. ალბათ ბათუმშიც მე მგონი იქ უფრო მე ვიტყოდი რომ სამტრედიელები ყოფილა ყოველს თანამედროვე გაგების და აზროვნების და მართლა ვიძახი ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე, იმიტომ რომ მაგალითად რო დაიწყო ველოსიპედის სიარული, აქ თბილისში შეიძლება კაცშვილი არ გენახა მაგას. სამტრედია, ფოტო 80 წლის ბაბუასაც ნახავდა. აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქალაქის სტრუქტურა იძლევა მამის შესაძლებლობას და ძალიან მაგარია. იგივე ქუთაისშიც რო გაკეთდა, მე ვიტყოდი რომ შეიძლება დღეს ქუთაისელი არავინ არ აზის, მაგრამ ისო დაიწყო. მივესალმები ყველა ველოსიპედის სამტრედიაში და ფოთში. დებილიკას. და მალე შემოგიერთები. მოკითხვა ჩვენგან პირადად. არა, ძალიან გამიხარდება მართლა თუ დარეგულირდება, იმიტომ რომ მე მქონდა შემთხვევა, რომ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა რომ ველოსიპედით უნდა წავიდეს ვაკის პარკში. მაგარი და ნერვიულობ მე იცი როგორ ნერვიულობდი რა, მე დავჭექი უკან მანქანაზე ჩუმად მივყვებოდი, მანქანებს უბლოკავდი რომ გადასულიყო გზაზე, უსაფრთხო და აი სანამ მივიდა ურეკავდი რომ ძალიან გამასწარი დამელოდე. იცი რა დღეში ვიყავი, სანამ ჩავედით ვაკის პარკიდან, ჩამოვედით უკან, აი რა ვიცი, სიცოცხლე გავათავე, მაგრამ მაინც მიხარდა რომ იმან გააკეთა ისაც სურდა და მე ამაში გვერდით და სხვათაშორის ერთ თემაზე იგივე ველოსიპედის ტარებას გარკვეული ცოდნა ჭირდება. ანუ არ არის მარტო ავტომობილზე მართვის მოწმობა, გასაგებია რომ მართვის მოწმობას არავინ არ მოგთხოვს ამაზე, მაგრამ იმას გარკვეული ცოდნა ჭირდება, საიდან გზას უთმობ. მანქანაზე დაждდება ველოსიპედზე თუ ალადინს მიუждდება ხალიჩაზე კულტურული ტიპი ყოველთვის დაარღვევს და არა, ლევა, მე წეგა რომ გითხარი, ხა ნახევარ ცხვრით გითხარი, მაგრამ უნდა შენ ისე უნდა იყოს. უყურებდე შენ. ძიმა, მე მგონი იმ სტუმარი უნდა მომიწვიოთ. კი, ერთ სტუმარი გველის. ველოსიპედთან შემოვა მეგონი.
არა, ისე შემოვა. ისიც ისე თქვათ, ჯანმრთელი ცხოვრების წესდება, კლავიშებით ცხოვრობს, არ გადაადგილდება, მაგრამ მოკლედ ჩვენი შემდეგი სტუმარია გიგი ვანდერი. მოგესალმებით გიგი. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. რამდენი ხარ? გიგი რითი როლიკები. მოგესალმებით. ყველაზე უსაფრთხო. მოგესალმებით. სავალ მე უკან და ლიკა. საერთოდ ხარ, აი გიგი არა მე გავიზარდი. დაძეგ მე დაგიწყდი ამ გინო. ჩვენი სტუდია არა, ყველაფერი. შენი აზრი გვაინტერესებს ახლა. როგორ ამოვიდეთ ველო ანდერგრაუნდიდან, ასე ვთქვათ, როგორ გონია? ნუ ველოსიპედსაც შეეხება, ვეთანხმები, რომ მართლა ყველას უნდა ქონდეს. იმიტომ მიყვარს ეს სპორტული ცხოვრება რა. გათხოვეთ თუ. დიდი სიამოვნებით კუსპლაზეც ვივლიდი საბურთალოდან დიდი. ინტერაქტივის კითხვაზე ვინ უფრო ხშირად არღვევს მოძრაობის წესებს? ღოლი თუ ქვეითად მოსიარულე შენი პასუხი გვაინტერესებია, ანუ როგორც ქვეით მოსიარულე. გეჩქარება გადარგვითარ. ძალიან საინტერესო სტატისტიკა. აი ქვეით ატოსაგზაო შემთხვევებზე ვის შემთხვევაში რამდენი წილი მოდის ქვეითად მოსიარულე? ძალიან ცო ინტერაქტივში 45% აქვს ღოლი უფრო ხშირად. მაინც თანაბრად გამოდის ახლა 55% არის ძალიან დიდი პროცენტი ხო? არა, ხარია ჩავთვალე. ღოლი არა, ისე რა, ძღოლს უფრო მეტი არჩევანი აქვს დაარღვიოს ბჭყალებში. დიმა, ეგ არის პროსტო. ხო, ძღოლს მეტი არჩევანი აქვს დაარღვიოს რა, არასწორად შეუხვიოს, ცუდად გააჩეროს და ქვეითად მოსიარულეს რა უნდა დაარღვიოს? ერთი და უნდა დაარღვიოს და გადაერგინოს გზაზე. არჩევანი მეტი რა უნდა დაარღვიოს? საბაგირო გზები კეთდებაო და მართალია. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გადაცემები, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ავტობილდი რა სოციალურ არ არის მარტო ჟურნალი დაწერე და იკითხე რა სოციალურ თემებზე აქტიურად მუშაობდა. ჩვენ არ გვეგონა თუ გაამართლებდა ესე ძალიან, იმიტომ რომ ჩავთვალეთ რომ ესეთი თემები თქვა არ არის რეიტინგული, მაგრამ ძალიან გაამართლა რა. ეხლა ბევრი წელს შარშანდელი წელი მქონდა მაგალითად ეკოლოგიის მიმართულებით, ანუ ეს თქვა წვანე მიმართულება მქონდა აღებული და ამ ხრივად დაიზრა რაღაც საკითხები, ალბათ სხვა დროს შევეხებით ამ თემას, მაგრამ აი თუნდაც ღვედის საკითხი, ამიტომ ნებისმიერი ესეთი გაჟღერება ერთ გადაცემაში თუ ჟურნალში თუ სხვა რამში ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს რა, ასე რომ კარგი იქნება თუ მომავალშიც დაეთმობა რა. თიკამ მკითხა რა. ზევრისკოშებზე და საბაგირო გზებზე. საბაგირო გზები გვაინტერესებს. საბაგირო გზებზე, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მინდა გითხრათ და მინდა თქვა რომ ეს არის კოშმარია ეს სტატისტიკა, რაც გვაქვს საშუალო წლის განმავლობაში 180 ქვეითად მოსიარულე იღუპება. და საქართველოსთვის ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი რა პროცენტულად. ნუ ესეთი კატასტროფული წელიწადი, ანუ დაახლოებით 200-მდე, ხან არის 178, ხან არის 184, ნუ ახლა ამას ეს არის ძალიან მძიმე შედეგი და სამწუხაროდ ავტოურებშიც ალბათ ანუ რაღაცა გამოსწორდა დაუშვათ მძღოლების ხვიდან იმდენი ნასვამი პირი აღარ არის დაუშვათ საჭეს და გამოსწორდა ახლა მოდი ეს ღვედი გადაარჩინა რაღაცა. ვინც თვითონ საჭეს მართავს, მათში მსხვერპლმა იყო დაუშვათ დაახლოებით 30%-ით და ეს საკმაოდ დიდი ის არის შედეგი, რაც მივიღეთ, იმიტომ რომ ღვედმა იმუშავა წარმატებით, მაგრამ ქვეითად მოსიარულე შემთხვევაში სტატისტიკა არ შეცვლა. ზუსტად ამიტომაც ვფიქრობ მე, რომ იგივე ადმინისტრაციული სანქციის გამკაცრება შესაძლოა იყოს მიზან შეწანილი. მე კი არა ვარ კიდევ ერთხელ ამბობდეს. ეს გადაცემას რო თემა რო დავანოსე და ბევრმა თქვა რომ უნდა გახდეს ძალიან დიდი ეს ჯარიმო, ბევრი ითხოვს ამას. სამწუხაროდ ეს ადამიანი ვერ ხვდება. ცოტა ცუდი მომენტია ახლა კიდე თუ არა აი პური გადავახტევინე. წეგან ამბობდით დაუშვათ მიწისქვეშ გადასასვლელები თქვენ დაანონსეთ თუ რაღაც მდგომარეობა ისეთი ზოგან არის ახლა რა არის და ხანისია ხა მაგრამ ახლა იგივე ოპერასთან დაუშვათ რომლის თავზეც წარამარა ხდება ეს გადარბენა ის საერთოდ არაფერი არ ხდება ნორმალური შვენიერია და თავისუფლების მოედანზე პირიქით ძალიან მოწესრიგებული იყო იქ რაღაც ძველი ისტორიული სცენის გაკეთდა კუთხეები რომელიც მე ვიღაცებმა წიხლებით ატარებს და ამტრიებს და შემდეგ ანუ იმის თავზე რომ გადარბენა ხდება ახლა იმ ადამიანს რაღაცა უნდა დაუწესო იმიტომ თვითონ ხო კვდება და სხვასაც კლავს და პლუს ამ შეიძლება ბავშვი ყავდეს კიდე ხელში და ყველაზე ექსტრემი არის ტელევიზიასთან გადასარევი. ეგ მაგალითად ეგ არის ცნობილესი ასე ვთქვით ადგილი და ტერიტორია რომელსაც ალბათ რაღაცა უნდა მოდის ვიხდი რატო უნდა როგორ უნდა მოგივიდეს თავში რომ ეს 100 მეტრიანი გზა სად გეჩქარება ასე ეგ არის სრული თვითმკვლელობა იმ თიმა ძირმის ტრასაზე ხეთისკენ რომ მიდიხარ იქ გადამირბინეს ერთხელ არა იქ ცოტა გადასახლებია ისე შემეშინე კი აი იქით შეიძლება დავუთავო მეორე არცე როცა მუშაობდა დღე არ გადიოდა ოღონ არ ვაჭარბებ დღე არ გადიოდა რა ნუ ზოგი ფატალურად თავდებოდა ზოგი ისე და ის ძალიან ცუდია ვერაფრით ვერ ხვდები მე მაგალითად ვერ გავრესკავ ეხლა რა
ერთი კითხვა მაქვს რა, გადასასვლელზე უსინათლოებისთვის რატო არ არის? ძალიან კარგი კითხვა არის, სხვათა შორის. დაიწყო ეს არ ქალაქში დაუშვათ ახალი შუქნიშნები რაც წნდება და ეხლა უნდა დაიწყოს მოაზროვნე შუქნიშნების დაყენება. მეზობელია და უნდა მივხვდეთ რა. დიდი უთხარი მე გაფსახში არ არის თქო უთხარი. არა, ეთერში დარეკოს. ძალიან დიდი ბუდიში. ეხლა დაიწყოს ქალაქში მოაზროვნე შუქნიშნების დაყენება. გასტიშოს მოაზროვნე შუქნიშანი. მოგზავნით. ესეთი აქტუალური თემაა, რომ რეკავენ და რეკავენ. კარიც არ გავაკეთეთ. ბოდიში ვიყიდეთ, დავით. როგორ კეთდა? მოაზროვნე შუქნიშნები ყენდება, ამ მოაზროვნე შუქნიშნას მოყვება და ესეც, ანუ უსინათლოებისთვის ჩვენ თავიდან რომ დავაყენეთ შუქნიშნები, ხო ისინი საუბრობდნენ. ჩვეულებრივ ყურადღება გადასვლა შესაძლებელი რაღაცა. მე ეხლა დავფიქრდით, ხო იქ შეიძლება უცხოელი იდგეს, ქართულად ლაპარაკობდეს შუქნიშნები. ამიტომაც ჯობია იყოს როგორც სხვაგან არის სტანდარტი, ქონდეს როგორც ზუმერი და რომელიც აჩქარებს და მე ანელებს. აუცილებლად ეგენი იქნება თორ ქალაქში, მაგის გარეშე. მაუცხოველი გამოვაკეთების გადასასვლელ ხიდებზე მინდა კიდევ თქვა, რომ ეხლა ხშირად გამიგია მე მაგალითად ჩემ გადაცემაში ხო კითხვა მითხრა ერთხელ რომ აი მიწისქვეშ გადასასვლელი კაია ჩადიხარო და ეს ცუდი ადიხარო მაგრამ რაღაც იქ ჩადიხარო ასლა თავიდან მაგრად ეხავს როგორც მაგრამ მე გეტყვით მაგრამ დროს არის მე მაგალითად იგივე დეპუტატებს დავყვები ხოლმე რა შეხვედრებს ხალხს ვხვდებიან იმ დროს ვიყავი ნიკო ხაჩრაშვილთან ერთად ხალხთან შეხვედრაზე და ნუ ხალხი შეიძლება ის ადამიანი ვინც გთხოვს რომ მოდი და დამიყენეთ აქ სვერპლია მე თვითონ დაარღვიოს არავის და უბრალოდ უნდა რომ გაუკეთო იქ რომ შვიდად იგზნოს თავი. ხო და რა ადგილებში იქნება? ვიცი რომ აკეთებენ ამ საბაგირო გზებს. არა ეს ახალი ხიდები. ეხლა ინტერესებს ამას რამდენი ხანია მოვიწყო? საბაგირო გზები ხო რამდენი ხანია მე მეკითხები. საბაგირო გზები ამდენადაც ჩემთვის ასე თქვა ხელმისაწვდომია და ინფორმაცია მაქვს. უნდა ორი მიმართულებით გაკეთდეს. ერთი ამას ქონდეს ტურისტული დანიშნულება და კარგი ხედიდან გადმოიხედო და მეორე რომელსაც ამას იქნება პირდაპირ სამგზავრო დანიშნულება. მაგალითად მე რაც ვიცი და მახსოვს ქალაქს მერმა დაანონსა და თქვა როგორ გაგახსენებთ ნარიყალაზე უნდა ავიდეს რიყედან დაუშვათ საბაგირო და ეს ხდება სუფთა ტურისტული დანიშნულების ულამაზესი ხედები ხდება. და ანუ უნდა იყოს თუ როგორც ტურისტული, ალბათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში გაკეთდება რა ეს და დაიწყება. მიყვარდა ხოლმე გასეირნება ამ საბაგირო გზებით და დღესდღეობით რაღაც ეს აღარ არის. არა, ეს დღესდღეობით მერიისთვის აქტუალური თემაა და დღე და ღამის რეჟიმში მუშაობს. სანამ ეხლა ეს საბაგირო და იქ ფინავი ტაქსები გვეყოლება, მიწისქვეშა გადასასვლელებში აი ეტლებისთვის ხო ვერ ჩავალ. დღეს ხო? იცით არის გაკეთებული დაუშვათ პანდუსები ქვია იმას, არის გაკეთებული ხო, როგორც ვიცი, ნუ რაღაცა თლად კომფორტული დაუშვათ ვერ არის. ახალი ეტლები არ ხო სტანდარტები. თლიანად ქალაქში როგორც თავშივე ვთქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარკვეული პრობლემები არსებობს და არ არის სამწუხაროდ ჯერ ისე მორგებული ჩვენი ქალაქი. თუმცა ესეც შემიძლია გითხრათ რომ მერია დღე და ღამის იდეაში არის მართლა დღე და ღამე მუშაობენ და დღეს ჩემთვის პირადად წინ გადადგმულ ბიუჯეტ მიმაჩნია რომ შენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იქნება გათვალისწინებული აუცილებლად და ძალიან მომწონს რომ პარკინგის თემაზე გამახსენდა რომ განისაზღვრა კონკრეტული ადგილები ესეც კულტურის ნაწილია ხო იმიტომ რომ ბოლოს მივდიოთ იქ რომ იღლიაში უნდა მომედო ის მანქანა და საფში ისე არა როგორი მომენტი ღამე შეიძლებაოდეს უნდა ბორდიურებზე გაჩერება რა ეხა არ არის ძალიან ბევრი ადგილი არ არის ეს ცოტა მართლა ართულებს ზოგ ადგილებში სიტუაციას თუმცა ბორდიურზე ასვლა და გაჩერება არც ყველაზე დიდი ჯარიმა ჩემი აზრით უნდა იყოს იმაზე, როდესაც მშობელი ბავშვს გადაიყვანს გადასასვლელზე, აი ეს პირდაპირ ამ მოძრაობაში. უძიმეს თემაა, არა, მაგდროს მზად ვარ გავაჩერო მანქანა მშობელაზე და ჩეჩო კარგად. იცი ყველაზე მეტად რა მიშლის ნერვებს, აი პირდაპირ გაგებით, ის ქართველი, ბევრი ქართველი, რომელიც დაუშვათ დღეს აქ ნახავ რომ ოპერასთან გადაირიმეს, იგივე ბევრი მე მინახავს სამწუხაროდ რამდენი ჩემ მეგობარსაც ეხება იქ, რომელიც გერმანიაში ხო არაფერით არ დაარღვევს და დაუშვათ ეგ მე მიმაჩნია შენი ქვეყნის ნაკლებ სიყვარულში. ეგ ცალკე პრობლემაა. იცი რატომ იგივე მე უკვე უცხოელები ვნახე რომლებიც რომ დაინახეს რომ ჩვენებს გემოგვიბოებიან იგივე რუსთაველზე ვნახე უკვე უცხოელი რომ გადარბის და გადმორბის და ეს ნიშნავს რომ ჩემ ქვეყანას ნაკლებ პატივს ცემს მე ასე ვუყურებ ამას და იგივე ის ქართველი იქ იცავს გერმანიაში ეს და აქ არ ღვევს და ეს კულტურაზე კიდე უფრო მეტი პრობლემაა ჩემი აზრით ცოტა ქვეყნის სიყვარულის პრობლემაც არის. კი ნამდვილად. მე ვიღაცა გამომივიდა
მათქომი, მაგრამ სამწუხაროდ ასე მგონია. იცი, უცხოეთში რომ მიდიან და ეგრევე თმას რომ მოუშვებენ, აქ რო უშევენ და იქ მაგათ სერიაში რომ იმუშავებენ და აქ რო არა, რო ეხა ეგ არა, გავს, ძალიან ესმის, მაგრამ ლევან, იცი რა, იქ რაც უნდა ისუქნია, აქ ნუ შემარცხვენს გენახვალ კაცს. ერთი რაღაცა მინდა გითხოთ. პოლიციას აქვს უფლება შენიშვნა მისცეს, რომ კულტურულად რა თქმა უნდა, ნუ გადადიხართ, მიბრძანდით გადასასვლელს. ისეთ პოლიციას უფლება აქვს ის სამილარი რას თქვით დააჯარიმოს. იცით რატო ვამბობ? ხო. მეორე მე ძალიან მომწონდა, არ ვიცი, მე საპატრო პოლიციის ასე ვთქვათ, თანამშრომელთა რომ ექნება შეხვდა, აუცილებლად უნდა ვთხოვო, რომ ის პროგრამა იყო ძალიან კარგი, დამღები რომ მიყავდათ და აყურებინებდნენ ძალიან ძიმე კადრებს, ოღონდ რეალურს რა, ძიმესი კადრებია. მე მგონი უფრო კაია ვიდრე სამილარი. რა თქმა უნდა, სამილარი არაფერი არა. მაგრამ მეორე აიფადებში ჩაუწერეთ ეს ეგრე იქ ეყურებიან რომ გადავა. ნახე. არა, უნდა წაიყვანო. იცით რატო ვამბობ? იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მე მახსოვს ფილარმონიასთან ეს რაღაც რამოდენიმე დღის წინ იყო ხალი გადადიოდა ბავშვით, ხელში ბავშვით და რო აღშფოთდი რაღაცნაირად ვიყურები, აღშფოთებული და პოლიციის მანქანა იდგა, პოლიციელები ისხდნენ და აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ მიუწია. ნუ ეხლა ეგეც ხდება, ისეც ხდება. მე უბრალოდ რატო ვიკითხე, იქნებ არა აქვთ უფლება, თუ არა გაქვთ უფლება, ვერ მისცემ შენ. ისა ჩვენი პოლიციის დამოკიდებულება მე მაგალითად მომწონს. ანუ ის არ არის დესპოტური, ის არ გსჯის მაინდა-მაინც და საშუალებას გაძლევს რომ შენ მიხვდე. არის ხო დევანდე პოლიციის გამომართა სამწუხაროდ რა უნდა მიხვდე? სამწუხაროდ ეს შემთხვევა ვისაც სიმკაცრე ალბათ უფრო მეტად მიზან შეწონილია. ნუ თვითონ თავს იკლავს და ამ ბავშვებსაც ასე. ეგ მოკლედ განხილვის თემა. არავის არ მოუწოდებ ჩვენ რო გინათ ვარა ჯარიმა და ეს ხალხი რაღაცა მე ვთქვათ, მაგრამ თვითონ უნდა მიხვდე. ერთი მომენტია კიდე რომ არის დაუშვათ რაღაცა. უნდა მოუფრთხილდა კაცო შვილს და არ არის რაღაც თემები დაუშვათ ჩვენ გადაცემის ფორმატში მე რომელიც მაქვს ავტორი რომ იქ პროპაგანდას უწევთ აბსოლუტურად კიდე ფოტოშოპის მე რო ვიყავი შინდა სტუმრად ძალიან სწორი ის იყო წამოჭრილი პრობლემა ისიც რომ სავარძლის გარეშე სპეციალური სავარძლის გარეშე ბავშვი არ უნდა დააადგილო მანქანა არა ეგ ხარ მოდი მამიკო მოდი დაბიმენა მამიკო ძალიან ბევრი ჩვენი მოკლედ უნდა ვიმუშაოთ ტელევიზიითაც პრესითაც მაგრამ ადამიანი თავს იკლავს და გზაზე გადადის იმას ახლა არ საგამოწმო მოკლედ აგერ არის დათო აგერ არის რომელიც უნდა გადაიჭრას და იმედია ეს მე უნდა განხორციელდება და ნელ-ნელა შემოგვეცლება ხელიდან ესე თქვა საკამათო თემები სანდრა ხევიდა ესეთი ლეგენდობსდენია ესე თქვა სახალისო ესპანეთს უკავშირდება რადგან იქიდან ჩამოვწანეს სწორედაც რომ ანუ ფემინისტების მოთხოვნით შუქნიშანზე ფეხით გადასასვლელ შუქნიშანზე შეცვალეს ქალის სილუეტი. არის ხარ ეს ჭეშმარიტი? კი, არა, ესე იყო, უბრალოდ აი ისტორიული. გადარეული ვართ ისე მოგწონს. ისტორიულ ფაქტებს თუ გადავხედავთ, აი ფრანკოს მერე ეს ძალიან ისეთი თემა არის რა დღესდღეობითაც ქალები ძალიან აი ეს ფემინიზმი და მთელი ამბავი ძალიან აქტუალურია რა. ჩემი აზრით ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს იმას, რაც უნდა მიაღწიონ. ანუ აქ არის საუბარი იგივე, ანუ ერთნაირი უფლებები რო ქონდეს როგორც კაცს, ისევე ქალს, ხო? მაგრამ ეს ეგეთი მომენტი იყო და არის ბევრი ესეთი პატარა ნიუანსებიც ხოლმე, როდესაც წავაწყდებით აი ზუსტად ამას, რომ აი ქალებმა ჩვენ რაღაცნაირად დაჩაგრულები ვართ და აი ასე შემდგომ. გინახავთ პოლიტოლოგი რო საქსაფონზე უკრავდეს შემოლევა? და გინახავთ რომ გიგი ვანდერი იჯდეს სტუდიაში და არ დაუკრას. ეხლა ნახავთ ამ ყველაფერს მიბზადი თქვენს ინსტრუმენტო მე მანამდე ინტერაქტივი მინდა შევაჯამო ვიდრე მოემზადებიან ჩემი სტუმრები. ვინ უფრო ხშირად არღვევს მოძრაობის წესებს მძღოლი ქვეითად მოსიარულე 60% აქვს მძღოლს მძღოლი უფრო არღვევს ვიდრე ქვეითად მოსიარულე ვიტუ ზირო სპეციალები შეგესრულებთ სტივ ვანდერის განთქმულ ერთ-ერთ თემას, რომელსაც შეგნებულად არ ვიტყვით და მე მგონი მაყურებელი მიხვდება ყველა. კი ბატონო. აბა კარგი, აი.
გიგი ვანდერი და სანდრო თახრიშვილი. სანდრო თახრიშვილი? გიგი ვანდერი. ჩვენ თავისუფლები ვართ. ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილში შემოგვიერთდება ადამიანი, რომელიც ფეხი დადის თუ არ ვხვდები და მისთვის ნიშანი აკრძალული არ არსებობს მე მგონი. მე იდეალისტი ვარ და ქართველი კოსმოპოლიტი. ამიტომ ვიტყვი იმას, რომ მე მჯერა, ჩვენ გავუძლებთ ჯერა, ჩვენ გავიმარჯვებთ და სამყაროს უკეთესობისკენ შევწვით. დავით დეფის პერფორმანსი შუა დღის ეთერში გადაცემის მესამე ნაწილში. დიდი მადლობა სტუმრებს, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ ცოტა ხანი დაგეჭირებებით. სულ ცოტა ხანი.